ამერიკის კიბერუსაფრთხოების სააგენტომ შეაჩერა დაახლოებით 10 მილიონი დოლარის დაფინანსება არაკომერციული ორგანიზაცია ინტერნეტ უსაფრთხოების ცენტრისთვის, რომელიც კონკრეტულად მუშაობდა საარჩევნო პროცესების კიბერშეტევებისგან დაცვაზე და ეს განცხადება კიბერუსაფრთხოების სააგენტომ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ინტერნეტ უსაფრთხოების ცენტრი კი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დაფინანსების შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს არაერთი სხვა გართულება, მაგალითად ის, რომ შესაძლოა საარჩევნო პროცესებში უცხო და საგარეო აქტორები ჩაერთონ. ამერიკის კიბერუსაფრთხოების სააგენტომ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა განცხადება, რომ საარჩევნო პროცესების საკითხებთან დაკავშირებით განხილვას იწყებენ და სწორედ ამიტომ 20-მდე თანამშრომელი მათ დროებით მოვალეობისგან გაათავისუფლეს და ეს გადაწყვეტილება სააგენტომ მას შემდეგ მიიღო, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ დაეშალა FBI-ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორიენტირებული იყო უცხოური გავლენის ოპერაციების გამოძიებაზე და მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებიც და არაერთმა ექსპერტმა, მათ შორის Euronews Global-თანაც ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა არის ამან გამოიწვიოს გარკვეული და ამან ჩააყენოს საფრთხის ქვეშ ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესები და ამავდროულად ბოლო წლების განმავლობაში ამერიკის კიბერუსაფრთხოების სააგენტო რესპუბლიკელების მხრიდან იყო კრიტიკის ქვეშ, განსაკუთრებით რესპუბლიკელები მათ ბრალსდებდნენ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს დეზინფორმაციის გავრცელებაში, თუმცა კიბერუსაფრთხოების სააგენტო მაშინ საუბრობდა იმაზე, რომ ისინი არ იყენებდნენ არანაირ ცენზურას, მათი მოვალეობა იყო, რომ მიეწოდებინათ ინფორმაცია სოციალური ქსელის დიდი პლატფორმებისთვის, იმასთან დაკავშირებით თუ რა სახის დეზინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში და მეორე ორგანიზაცია არის ანალიზის ცენტრი, რომელსაც ასევე შეუჩერდა დაფინანსება. ეს ორგანიზაცია მთავრობას აწვდიდა ინფორმაციას მონაცემთა ანალიზისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ, თუმცა მომავალში ამერიკის კიბერუსაფრთხოების სააგენტო ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ უკვე აღარ დააფინანსებს ისეთ ოპერაციებს, როგორიც არის კიბერსაფრთხეების დაზვერვა, კიბერინციდენტებზე რეაგირება და სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამ კუთხით თანამშრომლობა და არაერთი ექსპერტი ასევე სოციალურ ქსელში საუბრობდა იმაზე და ამ ფაქტს უკავშირებდა იმას, რომ დონალდ ტრამპი ფაქტ-ჩეკერების დიდი მოწინააღმდეგე არის. მან ჯერ კიდევ 2024 წელს განუცხადა ტელემედიასა და ჟურნალისტებს, ასევე სოციალურ ქსელის დიდ პლატფორმებს, რომ თუ მასთან ურთიერთობა და თანამშრომლობა სურდათ, მათ უნდა დაევიწყებინათ ეს პრაქტიკა, ფაქტ-ჩეკის პრაქტიკა და სწორედ ამიტომ სოციალური ქსელის საკმაოდ დიდმა პლატფორმებმა, როგორიც არის მაგალითად Meta, მათ იძულებულნი გახდეთ, რომ შეეცვალათ სტრატეგია ფაქტ-ჩეკთან დაკავშირებით, მაგალითად Meta-მ შემოიღო საზოგადოების შენიშვნები და იმისთვის, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან უფრო მარტივად შეძლებოდათ თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი პირდაპირ კავშირში არ არის ორგანიზაციებისთვის დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ამაზეც იყო საუბარი.